შავი ფული და სიყვარული. მელიქე, შენს დედა ხარ. ის პატარა უმამოდ რომ დარჩეს არ გეწოდება? ჩემები დარჩნენ უმამოდ. იმ ქალს შემს ბავშვებზე უფიქრია? შენ გიფიქრია შენ შვილებზე? ჰასანი შენს მზეს ფიცულობს. სულ ენატრები. მამა მოვიდეს და დამელაპარაკოსო. შენი ქალიშვილი? უკვე გაიზარდა. შენ კი არც უსმენ. მარტო ლანძღავ. ისინი შენი შვილები არ არიან, ჰუსეინ? არ არიან? მიპასუხე. მე გარ მithქვამს. სკანდალს ნუაწყობ გთხოვ. სიმართლის გზას დიდი ხანია გადაუხვიე, ჰუსეინ. საკუთარი სიამოვნების გამო ამ დღეში ჩავყარე. ის ბავშვი არ მაინტერესებს. ის და დედამისი აქედან უნდა წავიდნენ. მელიქე, მომისმინე. ან ისინი ან ჩვენ. გადაწყვიტე, ჰუსეინ. ოღონდ კარგად დაფიქრდი. ომერიც და დედა შენიც ჩემს მხარეს დაიჭერენ. მარტო მე და ბავშვებს კი არა, მათაც დაკარგავ. თუმცა ომერი უკვე დაკარგული გყავს. იცის რომ ატყუებ. თავიდან ომერმა ამიხილა თვალი. ვისაუბრეთ. ფლეშ მეხსიერების მოცემა ამიტომაც არ მინდოდა. ჩანაწერი ნახე? დიახ, ვნახე. მერე რა? ომერს უთხარი? უთხარი. და არც ვნანობ. რა ხდება? ენა ჩაგივარდა? ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა, ვიდრე ზურგ შეგვაქცევდი, ჰუსეინ. მანამდე უნდა დაფიქრებულიყავი. ომერმა კიდევ რა იცის? იცის რომ მატყუარა და ორპირი ხარ. ყველა საიდუმლო მჟღავდება, გამონაკლისი არ ჩენ ხარ. ახლა მაინც დაფიქრდი. მელიქე მოიცადე, სახლში წაგიყვან. არ მინდა. დამშვიდდი. ჩემო ლამაზო, გამარჯობა, შემოდი. როგორ ხარ? კარგად, გმადლობთ. ომერმა შემოირბინა და ისევ წავიდა. ეს რომ სწოდნოდა დაგხვდებოდა. ომერს უკვე ველაპარაკე, იცის. მაპატიეთ გაუფრთხილებლად რომ მოვედი, მაგრამ დეიდა ელვან, დედა ფატმა თუ სახლშია მასთან დალაპარაკება მინდა. სახლშია შვილო, რა ხდება? აქ ვარ, რა გინდა? ჩემთან რა საქმე გაქვს? შეიძლება პირისპირ დაგელაპარაკოთ. რაზე? მე და შენ სალაპარაკო რა გვაქვს? თქვენი დახმარება მჭირდება. დედა ჩემს ფული გაუგზავნე, კარგი? დიახ, ზერჰადბეი. მომისმინე. იფექი დღესვე მოიშორეთ. ჩემი შვილი კი დედა ჩემს მიუყვანეთ. დაუჩქარე, 5 წუთი გავიდა. არ ინერვიულო. დეიდა ფატმა, როგორც ვიცი, ჰატიჯე ბეჯითი და წარმატებული სტუდენტია. და ახლა საზღვარგარეთ სწავლობს. ჩემს გოგონასთან რა გესაქმება? მასზე ზრუნვა ვინდა გავალა. სათქმელი მითხარი და წადი. ჰატიჯეს გამოვღელავ. დეიდა ფატმა, არ მინდა დისბედი გაიზიაროს თქვენთან, ამიტომ მოვედი. ჩემი გოგონა თავშესანიშნავად გრძნობს. საზღვარგარეთ სწავლობს. შენ რა გადარდებს? სტიპენდიას თაიარდ უნდარი აძლევს? სიბელსაც ხომ ის უხდიდა? დედა, ნუ ღელავ, მხოლოდ სწავლის ფულს გადაიხდიან. არა, შვილო, არა. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ გაგვაჩუმონ. ჩემს ნათქვამს მალე გაიხსენებ. ეს ამბავი არ მომწონ, შვილო, არა. ძალიან ნერვიულობ, შვილო, ძალიან. დედა. ჩემ შვილს სტიპენდია სახელმწიფო უხდის. ჩემი გოგონა ტყუილს არ მეტყოდა. ძალიან კარგი.
მაგრამ თუ სტიპენდიას თაიარდუნდარი უხდის, პრობლემები შეექმნება. თაიარდუნდარი ტყუილად არავის აფინანსებს. გაზემულ თანხას 10 მაგათ ინესხაურებს. მათ ან კურიერებად იყენებს, ან დონორებად. უფლება არ მისცეთ თქვენ შვილს ცხოვრება დაუნგრიოს. არ მესმის ეს ყველაფერი საიდან მოიტანეთ. მსგავსი არაფერი ხდება. იცოდეთ ფატმა ჰანიმ, თაიარდუნდარს და ფათიხს თვალს არ მოვაშორებ. მომავალი თაობის დაღუპვის უფლებას არ მივცემ. თქვენ შეგიძლიათ დამეხმაროთ. თქვენ შვილსაც გადავარჩენთ და სხვა ახალგაზრდებსაც. გასაგებია, სათქმელი თუ აღარაფერი გაქვს, კარგად ბრძანდებოდე. წადი. გასაგებია. აპატიეთ რომ შეგაწუხეთ, მაგრამ მე თქვენი შვილისთვის სიკეთე მინდა. დარწმუნებული ვარ, შვილის ბედით თქვენ უფრო მეტად ხართ დაინტერესებული. ნახვამდის. ფატმა. რა მოხდა? ელიფს რა უნდოდა? ისეთი არაფერი, 1000 სისულელე მითხრა, ელაპარაკა და წავიდა. მელიქი არ გესმის? რა ხდება, ბავშვებო? ჯანდაბა ხდება. რა მოხდა, შვილო? არაფერი დედა. მელიქეს ამბავი ხომ იცი ზოგჯერ გიждდება ხოლმე. ისეთი რა ჩაიდინე რომ გააგიჟე? რა აწყენინე? მე არაფერი მიწყენინებია დედა. რატომ არ გჯერა? კარგი. წავალ ვნახავ. ყველაფერი ომერმა დაგეგმა. ოთახში კამერა დააყენა და ელოდებოდა რამე წამოგწდენოდა. მეგობრებს შეეკრა. და ძმას მახედა უგო. ჰუსეინ, რას აკეთებ, შვილო? ჯანდაბა. არაფერია დედა. სანთებელა ჩამივარდა. მეგობარმა მაჩუქა დასაკარგად არ მემეტება. შვილო, გამწარებული გოგო ოთახში გამოიკეტა, შენ კი სანთებელაზე ნერვიულობ. მოდი დაამშვიდე, მოდი. ჯერ დაწნარდეს და მერე. უნდა წავიდე. უამრავი საქმე მაქვს. კარგი, კარგი. ისმენ? არდამ. ჩემი ძმა არ გამოჩენილა? არა, არ გამოჩენილა, ველოდებით. კარგი, მოგვიანებით დაგირეკავ.
მოგიდანოთ ჰუსეინ. გისმენ ომერ. ჩემი ძმა სად არის? ჯანდაბაში. სად უნდა იყოს? მაგის სიკვდილს ვნატრობ. მიწა ჩემი ხელით უნდა მივაყარო. ამჯერად რა მოხდა? რა დაგიშავა? ვიპოვე ომერ. ის ქალი ვიპოვე. შენს ძმასაც ველაპარაკე. იცოდი არა? იცოდი და არ მითხარი. მელიქე, მართალი ხარ ომერ? ის ძმა? მე კი უცხო ვარ. ასე ნუ ამბობ. უბრალოდ არ ვიცოდი როგორ მეთქვა. ბავშვების ჰუსეინი რომ მოვა მაშინ ვეშემატყობინე, კარგი? კარგი. გისმენ? არ და ყველა საქმე მიატოვე და წამოდე. იას მიხედე. ჩემი ძმა უნდა ვიპოვო. შეუძლებელია ომერ. განყოფილებაში შემოწმება გვაქვს, ახლა ჩვენთანაც შემოვლენ. არც ჰუსეინია და არც ალი. ორივეს ვეძებ, მაგრამ არ ჩანან. იფეკი სადაა? არ ვიცი, წესით აქ უნდა იყოს, მაგრამ არ ვიცი სად არის. აბა რა გითხრა? კარგი, დაგირეკავ. მაპატიეთ პროკურორო რომ შეგაწუხეთ. რას ამბობ იფეკ? ვიცი რომ ბურსაში ყოფნის დროს ქალთა უფლებებს იცავდით, ამიტომ დაგირეკეთ. მაპატიეთ. შენი ახლობელია ძალადობის მსხვერპლი იფეკ. მე ვარ პროკურორო. ყოფილი ქმარი მოკლით მემუქრება. რა? რას ამბობ? დიახ, ადრეც სცადა. მემუქრებოდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ახლა ძალიან მეშინია. ეს ამბავი სამსახურში იციან? იმ ადამიანის გვერდით, რაც გადავიტანე, არავისთვის მithქვამს. არც ახლობლებისთვის. ასე რატომ მომქეცი? შეგეძლო დახმარება გეთხოვა. არ მინდოდა ვინმეს გაეგო. მერე შევეცადე თავიდან მომეშორებინა, მაგრამ უარესი პრობლემები შემექმნა. ჯერ შვილი წამართვა. მოკლით დამემუქრა. მეტი აღარ შემიძლია. ხოთ, დამეხმარეთ. ნუ გეშინია, რამეს მოვიფიქრებ, დამშვიდდი. გალათაში ახალი ცენტრი გახსნილა, ჯაზური მუსიკის, ხომ არ წავსულიყავით? ასლეჰანი მღამის გართობა დიდად არ მიზიდავს. გასაგებია. ვიცი სპორტული ადამიანი ხარ. ელიფმა მითხრა. დარბისო, ბუნებრივია. ღამის ცხოვრება საშენო არ არის. დიახ, მართალია. ჩვენიერია. რახანია სირბილის დაწყება მინდა, იქნებ ამ დღეებში შევხვდეთ და ერთად ვირბინოთ. დიახ, რატომაც არა. გამარჯობა. შენ გელოდებოდი. რა კარგია, მეც მაინტერესებს ფირმაში რა ხდება. აბა მიდი, ისმენთ. რატომ დამიმალე, დედა? რა მოხდა, რა დაგიმალე? მამას სოლი მოუყვანია. რა? ორივე მეზიზღებით, საშინელი ადამიანები ხართ. ჯან!
ჯან, მოიცადე. გონი ცუდ დროს მოვედე. არა უშავს ყურადღებას ნუ მიაქცევ. შენ რატომ მოხვედი ფონდის შესახებ რამე გაიგე? შენ გამოვღელავდი ელიფ. სანაპიროზე მიმატოვე და მარტო წახვედე. მერე კი ტელეფონს არ პასუხობდი. ძალიან შემეშინდა. არ მისმოდა. ფატმა ჰანიმის სანახავად ვიყავი. სიბელის დედის. ომერის ყოფილი საცოლის. მერე? რა გითხრა? ლონდონში თაიარის დაფინანსებით წასულა? სავარაუდოდ. თუმცა ქალი კატეგორიულად უარყოფს. საუბრის დროს უამრავი ტყუილი თქვა. არ დავუჯერე და მიხვდა კიდეც. დედა, ჰადიჯე, შვილო, ისე მომენატრე. ლამის გული გამისკდეს. სიმართლე მითხარი, არ დამიმალო, კარგად ხარ? როგორ ხარ? როგორ ვიქნები, დედა? ვსწავლობ, მალე გამოცდები მაქვს. ჰადიჯე, უცნაური ხმა გაქვს, რამე გაწუხებს? მითხარი. არა, უბრალოდ ძალიან მომენატრე. მეტი არაფერი. ჰადიჯე, მომისმინე შვილო. თუ რამე არ მოგეწონება, მაშინვე დაბრუნდი. მიწას გავხეთქავ და სწავლის ფულს გადაგიხდი. შვილო, ჩამოდი, მე დაგეხმარები. კარგი დედა, კარგი დამშვიდდი, არი ნერვიულო. ახლა არ მცალია, უნდა გავთიშო, ძალიან მიყვარხარ. კოცნი. შვილო, მოიცადე. ერთი წუთით, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. იცოდე, არ მანერვიულო, კარგი? კარგი დედა. თაიერბეიმ მოკითხვა შემოგითვალა. წინა სამუშაოსთვის მადლობას გიხდის. დამაბარა არის დერდოს, მალე დედამის სახლი ექნებაო. თაიერბეის მადლობა გადაეცით. მითხარი, ჩემი ლამაზი რძალი სად დადის, რას აკეთებს? რამე ხომ არ გაგიგია? ჯერ არაფერი ეფენდი, მაგრამ გავიგებთ. კარგია, კარგი. ვის დაურეკა? ესეც ასე. Of. ჯანდაბა. რას არ მოვიდგენდი, საჭმლის მომზადება ასეთი რთული თუ იქნებოდა. ნახევარი მაკარონი გავაფუჭე. არა, მთელი. ვიცია სუპერმენო, ბზუილის ხმა ისმის. რა ისმის? ბზუილის ხმა. ბზუილის? თუ ბზუილის ხმა ისმის, ესე იგი ტელეფონი რეკავს. ნილუფერ ჰანიმის სადღაც რეკავს თაიერბეი. ხმასა უწია. გისმენ ნილუფერ. ომერ, შენი დახმარება მჭირდება. იმ დისკს ვერ პოულობ. თაიარის სეიფს კოდი ვერ მოვარგე. იქნებ რამე მოიფიქრო. ნილუფერ, თავიდანვე გითხარი, ეგ საქმე არ გამოვა მეთქი. თავი დაანები, ახლა ვიწამოდე. ომერ, არ წამოვალ. ნილუფერ, ჩვენი გეგმა დაივიწყე. ომერ.
ნუღელოვ, ფონდის დირექტორთა საბჭოს ყოფილ წევრებს მე შევხვდები. შენ კი ნედრეთანიმს დახმარებას თხოვე. კარგი, გმადლობ. კარგი იქნება თაიარის წინააღმდეგ ჟურნალისტებს თუ ავამხედრებთ. ინფორმაციას ჩვენ მივაწვდით. შვენიერი აზრია. ამ ხერხს თვითონაც იყენებს ხოლმე. კარგი. დაგირეკაველებ. კარგი. ნახვამდის. ნახვამდის. ეს ბიჭი მომწონს. საკმაოდ დახვეწილია, არისტოკრატული გარეგნობა აქვს. ძალიან სიმპათიურია. თანაჩრომის მოყვარე. მართალია. ამ ხელა ფირმის მართვა ადვილი არ არის. ვინ არის? სადაურია. შვილები ყავს? დაქორწინებულია? არა, დაქორწინებული არ არის, როგორც ვიცი, შვილიც არ ყავს. არ ვიცი, მისთვის არაფერი მიკითხავს. ამაზე არც გვისაუბრია, მაგრამ სანდო ადამიანია. მისი ნდობა შეიძლება, ამაში დარწმუნებული ვარ. გაგიმართლა. ჩვენს დროში ასეთ ადამიანს ადიპოვი. ელიფ, ხო. იმ დღეს გაბრაზდი არა? ნაწყენი წახვედი. ბოლომდე არც მომისმინე. რა გადაწყვიტე? ომერს დაელაპარაკე? ბავშვთან დაკავშირებით? არა, ჯერ არ გვისაუბრია. ვერ მოვასწარი. ხო, მაგრამ უნდა დაელაპარაკო. სასწრაფოდ. კარგი, სამზარეულოში ვიქნები. Benim kim olduğum ეთყობა არ იცი ვინ ვარ. galiba. Böyle დარეგვის უფლება რომ მომცე უნდა გეხვეწო? 5 მხოლოდ 5 წუთი გაქვს. Vay bir de წუთებსაც მithვლე? ha. İşimiz არ გწვენია? ისმენ. საღამო მშვიდობისა მამათა იარა. ზერღა ჩენ ხარ? მე ვარ. ხომ ხედავ? ნებისმიერ დროს გირეკავ. შენ კი გულს მტკენ. Ama sen beni სულ დაგავიწყდი. კარგი. უკვე ვიცი როგორც უნდა შევთანხმდეთ. თუ რა თქმა უნდა დამთანხმდები. მაგრამ თუ არა, etmem diyorsan მაშინ სერიოზულად ვიჩხუბებთ. papaz olacağız anladın mı? ხილად ზერღად. გონსმოდი. შენ ვინ ხარ რომ შეთანხმებას მთავაზობ? შენი ადგილი იცოდე. ზრდილობას მოუხმე. რას ბრძანებთ მამათა იარა? ჩემი ადგილი კარგად ვიცი. და რომ ვიცი, ამიტომ გირეკავ. თორემ ომერს დავურეკავდი. დღეს საავადმყოფოში ჰუსეინ დემირს შენ დაურეკე არა? Siz მაშინვე მივხვდი. anladığım kadarıyla როგორც ჩანს შენი ჯაშუშია. adamın რისი მიღწევა გინდა? გამაგებინე. ომერი დარწმუნებულია რომ თაიარ დუნდარის თანამზრახველი ვარ. მისი ძმის ამბავი რომ გაიგოს, olayı işte საქმეს მაშინვე გახსნის. kerata. ალბათ ხვდები. მე მუქრები? მე მემუქრები? Hayır რას ამბობ? benim რა უფლება მაქვს? sadece უბრალოდ გარიგებას გთავაზობ. თუ არ დამეხმარები, ომერს ყველაფერს ვეტყვი. გასაგებია? senin bir შენს ხელს დაურეკე. Ara büyük აქედან გამომიყვანონ. çıkarsınlar ama yok. ამას თუ არ გააკეთებ, შენზე ყველაფერს ვიტყვი. her şey ეჭვი არ შეგეპაროს. anlatırım. მამათა იარა.
არდა ომერს ვერ ვუკავშირდები ვურეკავ და არ მპასუხობს ბოლოს დილით შევხვდი ჩვენ სახლში მე ვეღარ დავუკავშირდი ხომ არ იცი სად არის მის გამო ვღელავ რა ხდება? ვატყობ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გაქვს. ამ საქმეში შენი გარევა არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ არის. სასწრაფოდ მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ. დრო არ ითმენს. თანერის საქმე უპრობლემოდ მოაგვარა. ყვალი არ დაგიტოვებია. შენი დახმარება მჭირდება. ჩემს ხელქვეითებს ვერ ვენდობე. ვისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა? სერხათის. დღესვე უნდა მოკვდეს. მართლა? ეგ იდიოტი შენი თანამზრახველი არ იყო? რა შეიცვალა? ნუ მეკითხები, ბრძანებაში ესრულე. არა. ასეთი დამოკიდებულება წარსულს ჩაბარდა თაიერდუნდარ. ასე ვეღარ მომექცევე. მე შენი კარის მსახური კი არა, გენერალი ვარ. ამიტომ უმჯობესია საუბრის ტონი შეცვალო. მითხარი იმ ბურსელი მანიაკის თავიდან მოშორება რატომ გადაწყვიტე და დაგეხმარებე. მიდი გისმენ. ჰუსეინის გამო. დღითი დღეს სულ უფრო მეტი პრობლემა იქნება. ეს ჰუსეინი ვინ ყოფილა? მის გამო უკვე მე რამდენი ადამიანი გვდება. დღესვე უნდა დასრულდეს. პატარა შეცდომასაც არ გაპატიებთ, გასაგებია? ყველა გააფრთხილე. საჭირო მითითებები უკვე გავეცე. დილით სამწუხარო ამბავ შევიტყობთ. დაკრძალვას დაესწრები? ჩემი ვაჟკაცი ხარ. შენთან მუშაობა მომნატრებია. მშვენიერია, მშვენიერი. ოჯახ, ისევ ფორმაში ხარ. კარგი. თუ სხვა არაფერია, ცოლს სასეირნოდ გავიყვან. დღეს საჩუქარი უნდა გადავცე. სწორედ მასზე მინდოდა შენთან საუბარი. მოდი. ცოტა ხანს დავსხდეთ. ნელოფერზე რას ფიქრობ? როგორ გონია გულწრფელია? არ მესმის რას გულისხმობ? უბრალოდ გაგაფრთხილე შვილო. არ მინდა დაზარავდე. გახსოვდეს რომ ისიც დენიზერია. ეს არ დაივიწყო. დამიჯერე შვილო. ეგენი ყველაფერს იკადრებენ. თურმეა მე დავზარალდები, გასაგებია? ჩვენ შორის შედგომა არც იფიქრო. ამის უფლებას არ მოგცემ. მე მას ვენდობი. მზად ვარ. კარგი, წავიდეთ. ყოველთვის ასეთი ბედნიერები ყოფილიყავით, შვილებო. გმადლობთ. ხამემშვიდობის. ხამემშვიდობისა. გილოცავ საყვარელო. საჭირო არ იყო, მართლა. როგორ თუ საჭირო არ იყო?
ჩემი ცოლი ამ ქვეყნად ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. თეთრი არ იყო, ამიტომ ლოდინი მომიწეა. მაბადეა. ძალიან დახვეწილი ხარ. შენც ლამაზო. მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება. თითქოს რაღაცას მიმალავ. ნილუფერ, რამე მთხოვე? მთხოვე რომ გაგაბედნიერო. მინდა გახარებულს ხედავდე ნილუფერ. არ გამასაირნებ? თუ მოხუცებივით დავწვეთ და დავიძინოთ. ხომიცი, სისწრაფე მიყვარს. მეც მიყვარს ეს შენც იცი. სისწრაფეს რაჯობია, ჩაჯექი. სანომრე ნიშნისთვის არ შემიხედავს. აქ ნახე. განსაკუთრებული ნომერი მაქვს. რა თქმა უნდა. განსაკუთრებული სანომრე ნიშანი მამაჩემსაც ჰქონდა. მანქანებს ცვლიდა, მაგრამ ნომერს არა. Senin babanın da var mı? მამაშენს თუ აქვს საყვარელი ნომერი ან ღირსშესანიშნავი თარიღი? Önemli olan tarihler falan. არა საყვარელო. თაირდუნდარი სანომრე ნიშნებს ყურადღებას არ აქცევს. ჯანდაბა მაგის თავს დაქოქე, წავიდეთ, ვისი ამოვნოთ. ომერ, რომს დავშორდეთ, უცხოსავით ნუ მომექცევი, კარგი? განშორების შემდეგ ყველაზე ცუდი ის არის, რომ თითქოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა. არა და გიყვარდა. მას ეზრუნავდი. მერე კი ეს ყველაფერი სადღაც ქრება. რას ამბობ საყვარელო? მალე დავქორწინდებით. ლამაზი შვილი გვეყოლება. შენ კი განშორებაზე მელაპარაკები. ყველაფერს აქვს დასასრული, ომერ. ჩვენი ურთიერთობა იმდენად სრულყოფილია, რომ არარეალურად მეჩვენება. როდის მოხვედე? ვიფიქრე დავაფარებ მეთქი, მაგრამ გაგაღვიძე. ძალიან კარგი. უნდა წავიდე. ელიფ. ელიფი მოვიდა? ელიფ, მოიცადე. ელიფ, გეძახი არ გესმის? მესმის. მაგრამ არაფრის გაგონება არ მინდა. უნდა წავიდე, რადგან თუ დავრჩიეს, კარგს არაფერს მოგვიტანს, ომერ. არ წახვიდე. არ მიმატოვო. უშენოდ ვერ ვიცხოვრებ, ელიფ. შენი თვალების გარეშე ვერ გავძლებ. მთელი დღე ამ წუთებს ველოდებოდი საყვარელო. ო, გეტყობა. არც დამირეკე. რა უნდა მექნა, ჩვენ სახლში წავსულიყავი და დილამდე დაგლოდებოდი, ომერ. მართალი ხარ? აუ, მართალი ხარ, ელიფ. მაგრამ ისეთი დაღლილი და დაბნეული ვარ.
თან ჩემს ძმაზე ვფიქრობ. მთელი დღე მემალება. განყოფილებაში შემოწმებაა. ბავშვიც მე მყავდა. საწა მეყვანა. უპატრონოდ მიმეტოვებინა. სიის ბოლოში მე აღმოჩნდი არა? ელიფ ამას ნუ ამბობ. ძალიან დაღლილი ვარ. ტელევიზორს ვუყურებდი და ჩამეძინა. ხო. ხო. იას ჩაიხუტე და ჩაგეძინა. გვერდით კი ყოფილი საცოლე გეჭდა. ხელი შეგიშალე მაპატიე. ამით რისი თქმა გინდა ელიფ? იფექს. დღემდე უყვარხარ ომერ. ამის თქმა მინდა. სისულელეს ამბობ. დავინახე როგორ გიყურებდა. დავინახე სიყვარულით სავსე თვალებით რომ გიყურებდა. შენს უნთქვას გრძნობდა. შენ ვერაფერს ხვდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისევ უყვარხარ. უყვარხარ ომერ. ძალიან ცდები. იფექი მხოლოდ შვილზე ფიქრობს და კიდევ თავის შეშლილ ქმარზე. იფექი შვილზეც ფიქრობს. და შენზეც. ის ბავშვი შენი შვილია? პატი, დამიჯერე, მართლა რთულია. არც ისე. შეეცადე ფეხი ამიწყო. ო, შენთვის ადვილია. არგენტინული საყვარლისგან ისწავლე და ჩემთან თავს იწონებ. რატომ ფიქრობ რომ საყვარლები ვიყავით? ნებისმიერი ქალი საყვარელ მამაკაცს გრძნობს. იცის რა სურს და თანაც საშინლად ეჭვიანობს. შეუძლია შურიც იძიოს. არ მითხრა არ გაგიფრთხილები ვარო. გიждები როცა ჩემზე ეჭვიანობ. სასიამოვნო განცდა. მითხარი რა ვქნა. იქნებ თავბრუნვაც დაგახვია. ნელა. მოდი ჩვენი ილეთი გამოვიყენოთ. ჩვენი ცეკვა, ჩვენი სიყვარული ყველას აღაფრთოვანებს. თვალი არ მომაშორებო ამაზონ. მხოლოდ მე მიყურე. მაშინ ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს. იმერთიცი და ბავშვს დანაშაულებ. იმ პატარაზე ეჭვიანობ, რომელიც დედამ და მამამ ვერ გაიყვეს. ასეა ელიფ. ომერ. მხოლოდ ბავშვს არ გულისხმობ. შენ ეს იცი. ნეტა არ ვიცოდე ელიფ. ნეტა არ ვიცოდე. რამდენიმე დღეში ვქორწინდებით. იცი იმდენად მიყვარხარ, რომ შემიძლია სიცოცხლე შემოგწირო, მაგრამ ჩემი არ გჯერა. ასეთ რამეს როგორ მეკითხები? მინდა რომ სიმართლე ვიცოდე. ალბათ სისულელია. მამი და ჩემის მიერ მოგონილი მორიგი სისულელე. ვცდილობ ცუდზე არ ვიფიქრო ომერ. ოპტიმისტი ვიყო. მაგრამ მოულოდნელად უჩინარდები. ან იფექის გვერდით გპოულობ, ან იფექის პრობლემების მოგვარებით ხარ დაკავებული. როცა გირეკავ იფექი გამუდმებით შენ გვერდითაა. რა უნდა ვიფიქრო? ელიფ მომისმინე. დამიჯერე. იფექი ჩემთვის აღარ არსებობს.
რამდენჯერ გითხარი? რამდენჯერ? ძალიან დავიღალე. შენთან ჭუბი არ მინდა. როცა ამდენი პრობლემა გვაქვს, ამაზე ფიქრი არ მინდა ომერ, მაგრამ ძალიან დავიღალე. ძალიან დავიღალე. იფექი საფრთხეშია. რა ხდება? ომერ. არ გაინძრე. იცექი. იცექი. ხელები მაჩვენე. მაჩვენე მეთქი. ხელები უკან. ვის ბრძანებას ასრულებთ? ვინ ხართ? აქეთ წამოდე. დროზე. დედა. 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 იას. არ შეგეშინდეს. აქ ვართ. დედა სად არის? არ შეგეშინდეს. კარგად ხარ იფეკ. დედა სად არის? ვიცი ომერი სად არის? მეშინია. ძალიან მეშინია. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.